პროექტის ყველაზე მძიმე კვირაში ფერად-სახლში დარჩენილი ოქროს ხუთეულიდან პირველი ამტანი თამაშს შაბათ საღამოს გამოეთიშა. მას შემდეგ რაც გასულ კვირას პროექტი გვანცა პაპუაშვილმა დატოვა, ფერად-სახლში დარჩენილი ხუთი მოთამაშის SMS-ების მონაცემები განულდა და მათი ათვლა თავიდან დაიწყო. მართალია ამ კვირის განმავლობაში არც ერთი ამტანი არ ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვის ეკუთვნოდა მაყურებელთა ხმების დიდი ნაწილი, თუმცა ამას ნამდვილად არ უმოქმედია იმაზე, რომ ხუთეულს შაბათს შტაბ-შტილებების ოთახში ერთ-ერთი მოთამაშე გასაგდებად გაეწირა. შტაბ-შტილებების ოთახში კი სიტუაცია ასე განვითარდა. სამი ხმა გაგდებაზე არჩილ ლაპიაშვილმა მიიღო, ორი კი სანდრო ჟღენტმა. ხმათა უმრავლესობით თამაში სწორედ აჩიკომ დატოვა. დიდი მადლობა თამაშისთვის, ხალხინგლის სახლში, შემდეგ ინფორმატორში, შემდეგ განეთში, ინტერვიუები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავარი მოგება თქვენ გაქვთ ხალხის სიყვარული, რომელიც გარეთ დიახ, რა თქმა უნდა. მე გამარჯვებული ვარ, ბატონო, უკვე არ თვლი თავს დამარცხებულად არანაირ. თანამშრომელი პირველი ხართ. ფერად-სახლში არც თუ ხან მოკლე ცხოვრებისა და თამაშის შემდეგ მაყურებელში არჩილ ლაპიაშვილი სიმპათიას თავისი გაწონასწორებული და მშვიდი ხასიათით იმსახურებდა. ამასთან ამავე მაყურებელს კარგად ახსოვს მის მიერ ამტანებთან ერთად დადგმული სამხედრო წვრთნები, მოთამაშის სამხედრო გამოცდილება და რაც მთავარია კარგი ვოკალი, რომელიც ფერად-სახლში უმეტესად ბესიკ კალანდაძის სიმღერების შესრულებით გამოიხატებოდა. ამასთან არჩილ ლაპიაშვილი არც პლასტიკას უჩიოდა. სახლში დადგმულ ერთ-ერთ წარმოდგენაში მოთამაშემ ქორეოგრაფიულ დავალებას თავის ნიშნავად გაართვა. მოკლედ დონ კიხოტი იგივე ჩიორა და იგივე არჩილ ლაპიაშვილი თამაშს შაბათ საღამოს გამოეთიშა. სახლიდან გასულ მოთამაშეს, როგორც წესი, თაყვანისმცემლები და ყოფილი ამტანები ასე ხვდებოდნენ. ფერად-სახლში მიღებული შტაბ-შტილებების შესახებ არჩილ ლაპიაშვილი კვირის ინფორმატორს ემოციურად ესაუბრა. ჩემი თავი გამოცალდე და დავამტკიცე, რომ ძლიერი ვარ და გამარჯვებული ვარ ჩემი აზრით. ეს ერთი, მეორე ის, რომ რა ვიცი, ძალიან მრავალჯერ შეიცვალა სიტუაცია, მრავალი ხალხი გავიცანი სხვადასხვა ხასიათის. შევიძინე მეგობრები, რომლებიც მე არ ამირჩევია ჩემთვის და არჩია სხვა, ჩემთვის მათთან შეგუება ძალიან გამიჭირდა სხვათა შორის. იმიტომ რომ როცა მეგობარს იძენ შენ თვითონ იძენ და უფიქრდები იმას, რომ ის თუ გამოგადგა მეგობრად, გამოგადგა, თუ არ გამოგადგა მოწრიალები და წახვალ და აქ არ მქონდა მაგის საშუალება, რომ მოწრიალებულიყავ და აქედან გამომდინარე ატანა მიხდებოდა იმის რა. კიდე რა გავიცანი იკა, რომელთანაც ვიძმაკაცებ აუცილებლად ძალიან მაგარი კაცია, ძალიან უძლიერესი კაცია. რუსა გავიცანი უშუალო პირდაპირი, რას უნდა ყველას პირდაპირ ეუბნეოდა და რუსასგანაც ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, იმიტომ რომ უმაგრესი გოგო არის. მე ეგეთი გოგო ძალიან შვიათად კი არა არ შემხვედრია საერთოდ. ეს ხვისი აზრის გათვალისწინება ვისწავლე. ვიცოდი, რა თქმა უნდა ვიცოდი, სხვა რომ ლაპარაკობდა ყურის დაგდება, მაგი უნარი მაქვს, რომ შემიძლია ვიღაცას მოусმინო და ეს გრძნობა უფრო გამომიმუშავდა, იმიტომ რომ დავინახე ადამიანები, რომლებსაც არ იციან ხვის მოსმენა და მე ვისწავლე უფრო მეტად. ესე იგი ეს ძალიან ცუდად გრძნობ თავს, როცა შენ არ გისმენებ. ეს არის შემთთვის ძალიან ცუდი და აქედან გამომდინარე დავაფასე, ექვსისება უფრო ჩემში იყო, მაგრამ უფრო დავაფასე რა. გული მწყდება, რომ $5,000 ვერ მოვიგე, ძალიან მჭირდებოდა მინდა გითხრა სერიოზულად. მაგრამ არა უშავს, ცხოვრება გრძელდება და დარწმუნებული ვარ, კიდე ძალიან ბევრ $5,000 ვიშოვ ცხოვრებაში. 70% დარწმუნებული ვიყავი, რომ დღეს ფერად-სახლიდან გამოვიდოდი და ვფიქრობდი იმაზე, რომ წელგამართული გამოსულიყავი და მე მგონი გამოვედი წელგამართული. ეს იყო ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი. ჩემი მოწინააღმდეგე იყო ძალიან ძლიერი. შეიძლება ითქვას ჩემზე ძლიერი, მაგრამ სხვა ასპექტში რა. შეიძლება არ იყო, სულაც არ იყო პოპულარული, მაგრამ იყო ძლიერი პიროვნება, მაგრამ ეს თამაში დამყარებულია იმ პრინციპებზე, რომ თუ ხარ პოპულარული, ხარ ძლიერი და აქედან გამომდინარე ვებრძოდი ჩემზე ძლიერს ამ ასპექტში რა. და ამიტომ ვიყავი დარწმუნებული, რომ 70% გამოვიდოდი რა. სხვის შესაძლებლობების აწონ-დაწონვაც ვისწავლე. ძალიან მიხარია ეს, ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიღაცას თუნდაც ერთი ადამიანი იყოს და თუნდაც ორი ადამიანი იყოს, დავინახა და მოვეწონე ელემენტარულად და მესიჯებს მიგზავნიან შენი ალამაზი თვალები გაქვს ბიჭო, ვიღაცა მეუბნება და ეს იმდენად სასიამოვნოა, რომ რა ვიცი, ამაზე სასიამოვნო არაფერი არ არსებობს მე მგონი ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი, რომ მოვედი ამ პროექტში, მივიღე მონაწილეობა. მოვედი კარგ და ლამაზ ხალხთან, ისეთ ხალხთან, როგორც არის მაესტრო, აუცილებლად. აი ძალიან მიყვარხარ სუპოდან. იკუშ, გაძილა ბიჭო, ხოი? ცოტა გამხდარა თორე, ესე გაძილა.
მოთამაშეს, რომელმაც შეძლო ოქროს ხუთეულში მოხვედრა და მას არც თუ დიდი დრო აშორებდა ფინალამდე ისე როგორც $5,000-მდე, სახლში ოჯახის წევრები და მეგობრები ასე ხვდებოდნენ. $5,000 ვერ მოვიგე მაგის. აჩერება მიჭირს. მე უფრო მეტი მოვიგე მამა. შენი აზრით შენი ცირად გეუბნები. მე უფრო მეტი მოვიგე. ძალიან დავნეული ვარ, ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი შვილი დავინახე. ამდენ ხანს რო არ მინახავს და თითქოს სულ უყურებდით ამ ტელევიზორში, მაგრამ სულ სხვა არის რა. და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მე გრძნობ, რომ ჩემი შვილი კი არ გამიზრდია, აღმიზრდია. და ღმერთმა ესე ბოლომდე ატაროს. დღეს არ ველოდი. ნამდვილად არ ველოდი, არ მეგონა რომ დღეს გამოვარდებოდა და ძალიან მეწყინა. აჩიკო, იმდენი რამე გააკეთა იქ, მაგას სახში ნამდვილად არ გააკეთებდა. პირველად რომ დავინახე რომ ცოცხი დაიკავა, ცუდად გავხდი. კი ძახდა თვითონ დედაჩემა რომ დაინახოს გაგიჟდებაო. არაფერზე მაგას ხელი არ მოკიდე არასდროს. და საჭველების კეთება რომ დაიწყო, ხო, ვაფშე რა ვიცი. მე კი არა, მთელი ჩემი თუ ვინმე ჩემთან ახლოს იყო, ყველა მთელი შინაგანი ჯარი და მთელი თავდაცვა და მთელი სადაც მივა მოკლედ სადაც ჩემი ახლომახლოვი ყველა მეგობრები ახლობლივი ყველა ბალიშიკობდა აჩიკოს. მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ პროექტის. საოცრად დიდი. ნამდვილად არ მეგონა მე და ჩემი მეუღლეს რომ ამდენ შევძლებდით. იმდენი რაღაცა დაფარული ქონდა მას. აი აქ გამოვლინდა ის რაც ჩვენ არ გვინახე. აჩიკო მოვიდა ის რაც გაუშვიდა მან არ დაკარგა ის კაცობა რისთვისაც მე და ჩემმა მეუღლემ ერთჩავდით. უღრმესი მადლობა ვინც მოაწყვია შოუ ნამდვილად. არის როგორ დასუსტებული ხარ კაცო. რა დასუსტებული? საჭოს არ გაგონდე? აჩვენ ქონდა იმდენი თინა რომ ციციბურას სიყვარულში და მეგობრებში. ძალიან მიხარია რომ აჩიკო სახში მოვიდა, ძალიან მომენატრა. მაინც ნათესაური ძმური გზნობა ძალიან ბევრს ნიშნავს და ჩემთვის თავარი არ იყო თამაში. თავარი იყო ჩემთვის აი ის, რასაც აჩიკო აკეთებდა იქ ის. ჩემი აზრით აჩიკო არ თამაშობდა. უბრალოდ იყო და დარჩა ის, რაც შევიდა. და რავი, ძალიან კარგია. მე ძალიან სიამოვნებს მაგალითად, რომ ესე იყო და არ შეცვალა იგი არაფერმა და არავინ. რაც შეეხება შეფასებას, ხო, ახლა აჩიკოს თამაში ჩემი აზრით დამაკმაყოფილებელი არა მარტო ჩემთვის, არამედ ბევრისთვის. ჩემი აზრით დამაკმაყოფილებელი აჩიკომ რაც ითამაშა, მე მამდენსაც არ ველოდი. უფრო ცოტას ველოდი მისგან, იმიტომ რომ სხვა ადამიანია უბრალოდ და ყველაფერი კარგად იყო რა. ვიცოდი რომ გამოვიდოდა. კი. ვიცოდი ატომღაც ვიცოდი. მაგრამ უფრო წინა გამოგდებაზე მეგონა, უფრო რომ გამოვიდოდა აჩიკო, მაგრამ აი ხა ვიყავი 50-50-ზე რა. მაგრამ რატომღაც აი გულის სიღრმეში ვიცოდი რომ გამოვიდოდა. ძალიან ბედნიერი ვარ რომ აჩი სახში მოვიდა, ნახეთ, მოვეფერეთ, ძალიან მენატრებოდა. მე პირველადაც აღნიშნე და დღესაც აღნიშნა რომ ჩემი უფროსი ძმა არის. მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ და ძალიან მიყვარს, ძალიან ვაფასებ. რა ვიცი, ძალიან გახარებული ვარ. კი გული მწყდება რომ თვათ ფინალში ვერ გავიდა, მაგრამ ეს ისედაც ვითხოვდი თავიდანვე რომ ბოლოს ვერ გავიდოდა, რატომღაც. აჩიკომ ჩემი აზრით ძალიან სწორად ითამაშა, ესე იგი რასაც აკეთებდა ყოველთვის ესეთი ხასიათი აქვს ცხოვრებაშიც. უფრო რაღაცნაირია თავდაჭერილი ყოველთვის არის ხოლმე აჩიკო და შეხლა რეპეტიციები რო ქონდა ხოლმე ყოველთვის ისე იყო ხოლმე ჩვენს მიმართ განწყობილი, სულ იგვიანებთო და რატო და გამოსვლაზე კიდე მინდა ვთქვა ის რომ ეხლა ველოდებოდი მართლა რომ გამოვიდოდა დღეს, მაგრამ წინაზეც ველოდებოდი, მაგრამ წინაზე დარჩა და დღეს ვიცოდი რომ მართლა გამოვიდოდა. არჩი ლაპიაშვილის შემდეგ ფერად სახლში 4 მოთამაშე დარჩა. დღეს საღამოს მაყურებელს კიდევ ერთი გაგდების მორიგი ცერემონიალის ხილვა მოუწევს, რომელსაც პროექტში ჩიორად მონათლული მოთამაშე უკვე მაყურებლის პოზიციიდან მიადევნებს თვალყურს. Yeah.